ოდესღაც საქართველოს წარმატებით სარგებლობდა ამ რესურსის რეალიზაციით. იყო რა დიდი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. შემდგომ პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა და ახალი იმპერიების წარმოშობამ აბრეშუმის გზით მოძრაობა შეუძლებელი გახადეს. თუმცა საქართველოს არც შემდგომში დაუკარგავს ინტერესი თავისი ტრანზიტული შესაძლებლობების მიმართ. 3-4 საუკუნის წინ სულხან საბა ორბელიანი რომის პაპთან კლიმენტი მე-11-დან არც უწარმატებული მოლაპარაკების შემდეგ თხოვდა საფრანგეთის მეფეს ლუი მე-14-ს დახმარებოდა საქართველოს. ისე თანამედროვე ენით რომ თქვათ, სიტუაციის სტაბილიზირებაში, რათა აზიიდან მომავალ ვაჭრებს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გამოევლოთ და არ ეძიათ სხვა გზები. 1993 წლის ივნისში ედუარდ შევარდნაძე პარიზიდან არც თუ მოშორებით ქალაქ ბრიუსელში პრაქტიკულად იმავე თემაზე ესაუბრებოდა ევროკომისიის მეზღვეურებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ აღწერილი სატრანზიტო დერეფნის ხედვა, რასაკვირველია გაცილებით უფრო ისეთი მასშტაბური იყო. დიპლომატებისა და ბიუროკრატების თვალები საერთოდ პოკერის მოთამაშის მსგავსად ემოციებს იშვიათად ავლენენ. და მაინც ევროკრატების გამოხედვაში შეიმჩნეოდა ერთგვარი სკეპსისი. შევარდნაძეს ევრაზიული დერეფნის იდეა კარგად ჰქონდა გააზრებული და არავითარი ეჭვი მის პერსპექტიულობაში მას არ ეპარებოდა. დრო მიდიოდა და დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფცია თანდათან ფეხს იკიდებდა. კასპიის რეგიონის ნახშირ წყალბადების სიუხვეზე მსოფლიოში კვლავ ლაპარაკდნენ. დღის წესრიგში დგებოდა მათი მსოფლიო ბაზრებზე და კერძოდ დასავლეთში ტრანსპორტირების საკითხი. ამასთან დაკავშირებით კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი დღენიადაგ იზრდებოდა. ამას დიდად უწყობდა ხელს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების წარმატებული მიმდინარეობა. ჩვენს ქვეყანას უკვე ესეთი პოზიტიური ტრანსფორმაციის მაგალითად ასახელება. აი პრეზიდენტი კლინტონი 1998 წლის 26 მაისს წერს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს ძალისხმევა სისხლსავსე სამოქალაქო საზოგადოების შენებისა და ეკონომიკის რეფორმირების მიმართულებით სამაგალითოა მთელი თქვენი რეგიონისათვის. ამ დროს უკვე ხორციელდება ევროკავშირის ტრასეკასა და ინოგეიტის პროგრამები. ამერიკის კონგრესი განიხილავს სენატორ ბრაუნბეკის აბრეშუმის გზის სტრატეგიის კანონ პროექტს. შეერთებულ შტატებში იქმნება სპეციალური პოსტი პრეზიდენტის მრჩევლისა, საწვავის დიპლომატიისა და მილსადენების საკითხებში. იაპონიის მთავრობა ამუშავებს თავის მიდგომას აბრეშუმის გზის მიმართ. მრავალვარიანტული მილსადენების სისტემა სულ უფრო განიხილება როგორც რეგიონალური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ინსტრუმენტი. ისინი, ვინც შიგნიდან ვადევნებდით თვალყურს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეის დამკვიდრების ტექნოლოგიას, არ შეიძლებოდა არ აფრთოვანებულიყავით იმ ოსტატობითა და იმ მიზანსწრაფულობით, რომელსაც ავლენდა პრეზიდენტი შევარდნაძე. მას არ გამოუტოვებია არც ერთი შესაძლებლობა, რათა მსოფლიოსათვის შეეხსენებინა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობა. მახსოვს ერთხელ, როდესაც ჩვენმა სამსახურმა დაწერა ესეთი მისი ინსტრუქციის, წინასწარ ინსტრუქციის გარეშე სადღეგრძელოს პროექტი, რომელიც მას უნდა წარმოეთქვა, ესე იგი, არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, თავყრილობის წინაშე. როდესაც იგი გაეცნო ამ პროექტს, მან დამირეკა და მკითხა, კი, მაგრამ რატომ არ არის არაფერი შიგნით თქვამი აბრეშუმის გზის თაობაზე? მე დამაფიქრა ის მისმა სიტყვებმა და ესე გულწრფელად უთხარი, კი, მაგრამ თქვენ ხო რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ცვლად ილაპარაკეთ ამ თემაზე. მან მომიჭრა მოკლედ და მითხრა, მე ამაზე ყოველთვის უნდა ვლაპარაკობდი. შერშენ გამოვიდა ედუარდ შევარდნაძის წიგნი დიდი აბრეშუმის გზა, რომელშიც მოხილულია ამ გზის ისტორია და ძალიან კარგად არის დასაბუთებული ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოსათვის. 1998 წლის სექტემბერში ბაქოში შეიკრიბა აბრეშუმის გზის ქვეყნების პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელმაც მიიღო შესაბამისი დეკლარაცია და დასაბამი მისცა ამ გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ქვეყნების ურთიერთობათა ინსტიტუციონალიზაციას. აი სულ ახლახან თბილისის კონფერენციაზე ტრასეკას 12 სახელმწიფომ პრაქტიკულად დააფუძნა აბრეშუმის გზის ქვეყნების ორგანიზაცია. აბრეშუმის გზას მოწინააღმდეგეც ბევრი გამოუჩნდა. კერძოდ რუსულ პრესაში წამდაუწმ ჩნდებოდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორები სრულიად აშკარად ცდილობდნენ შეექმნათ მის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, როგორც შინ, ისე გარეთ. რას არ წაიკითხავდით ამ ოპუსებში? თითქოს კასპიის რეგიონში ნავთობის საერთოდ არ არის და მთელი ეს აჟიოტაჟი პოლიტიკური ბლეფია და მეტი არაფერი. თითქოს ეს გზა ეკონომიკურად წამგებიანია და დასავლეთი მას მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერს, რომ იგი მიმართულია რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ. ზოგი ავტორი
პანიკური ტონით მოუწოდებდა რუსეთის ხელმძღვანელობას სამხრეთი კავკასიის დესტაბილიზაციისაკენ, რათა ამგვარი საშუალებით მაინც შეეჩერებინა რუსეთის ეგრეთ წოდებული გამოდევნა კავკასიიდან. ამავე აზრებს აკითხავდა ზოგიერთი რეაქციული რუსი პარლამენტარიც.